პირველი სერია. კვიპროსი 2009 წელი. შორიდან ჩამოვედი აქ და წინ დიდი გზა მელის. კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ სასტუმრომდე. მალე მევალთ. არ ვიცი როგორ დასრულდება ეს ამბავი. მაგრამ ვიცი როგორ დაიწყო. ის ომერისგან დაიწყო. ომერს მეგობარი ჰყავდა, რომელიც უფროს ძმად მიაჩნდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, მაშინვე მასთან გარბოდა. ალი ერქვა, მაგრამ იქაურები მას მეტსახელით იცნობდნენ. რა იდიოტი ხარ? დამცინი? როგორ გაბედე ეს? რა იყო? არაფერი ხსმენია ჩემზე. არ იცი რას მეძახიან? ბატონო ალი, კარგად გიცნობთ. კაზინოს დაცვის უფროსი ხართ. თანამდებობას არ გეკითხები. ჩემს მეტსახელს გეკითხები. ბატონო ალი, მივხვდი ჩემს შეცდომას და ღმერთია მოწმე ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ. დამიჯერეთ. გეხვეწებით. იცი მეთქი ჩემი მეტსახელი. ალი მარწუხი. ხოთ, იქნებ მოვილაპარაკოთ. შემიბრალეთ. ომერს ბავშვობის მეგობარი ჰყავდა. ეს მეგობარი ჯენგიზი. ყველა მისი უბედურების სათავე იყო. ქალბატონი ეიშანი გთხოვთ, რომ მასთან ახვიდეთ. ბოლო ხელია. დღეს ძალიან მიმართლებს. ომერს ერთი გოგო უყვარდა. ისე უყვარდა, რომ მზად იყო ამ გოგოსთვის თავი გაეწირა. ამ გოგოს ეიშანი ერქვა. დილამშვიდობისა ეიშა. დილამშვიდობისა. გადავეცი თქვენს გმარს. ბოლო ხელს ითამაშებს და ამოვა არა? დიახ. დღეს უმართლებს ხომ ასე? როგორ ახერხებთ ამას? თქვენ კარგად იცნობთ ადამიანებს და ადვილად შეგიძლიათ მათი ცნობა. ყოველთვის ასე არ არის. ეს მხოლოდ მათ ეხება, ვისაც ვუყვარვარ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ეზელი ჩვენი სტუმარი, რომელიც სამეფო ლუქში იცხოვრებს, უკვე მოვიდა? არა ქალბატონო, მაგრამ მალე მოვა. ბატონი ეზელი პირველად მოდის ჩვენთან, ასე რომ სათანადოდ დახვდით. გასაგებია ქალბატონო ეიშან. რამე მოითხოვა? კი, მისმა თანაშემწე ქალბატონმა გთხოვა, გაფრთხილების გარეშე მასთან არავინ შევიდესო. კარგი. რაი დუმალებით მოცული სტუმარი გვყავს? ომერი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა. ზედმეტად ენდობოდა ადამიანებს. განსაკუთრებით კი მისთვის ძვირფას ხალხს. მე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ ღალატი სიყვარულიდან იწყება. Her ihanet sevgiyle başlar.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ბატონო. მე ეზელი მქვია და აქ შურის საძიებლად ჩამოვედი. ეზელი ეზელ, აქ აღმოსავლურ მასაჟს აკეთებენ. იქნებ ჩავიდეთ, გავიკეთოთ, კარგი განტვირთვა იქნებოდა. გზაში ძალიან დავიღალეთ. ისმენ დეფო. მოყევი ძმაო. ეზელ ბაირაქტარი. 32 წლის, უცოლო. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ნათესავები არ ყავს, დაიბადა სტამბოლში. ეზელი 4 წლის წინ გამოჩნდა, მანამდე მას არავინ იცნობდა. მონტე-კარლო, ლას-ვეგასი, ბუენოს-აირესი. სულ ცოტა 20 ქალაქში მაინც არის ნამყოფი. ბევრ ფულს იგებს. ბევრსაც აგებს. ზოგჯერ კი საერთოდ ანიავებს. კომპრომატი თუ გვაქვს მასზე. სუფთა. არასოდეს არ ყოფილა კაზინოში არა აქვს ვალი, არაფერში არ არის გარეული, სრულიად სუფთა. ცუდია. ეს ყველაფერი უცნაურად მეჩვენება, მეგობარო. დრო და დრო უჩინარდება, მერე ისევ ჩნდება, რაღაც ამბავს დაატრიალებს, დაიმალება და მერე ისევ გამოდის სინათლეზე. მერე ისევ უჩინარდება. ამ ნომერზე დარეკე, ნაცნობი პოლიციელია უთხარი, რომ ალი მარწუხის თხოვნით რეკავ. ეზელის შესახებ თუ რამე იციან გაგვაგებინონ. ბერგი, მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გავიგოთ? ყველაფერი. ეს მოთამაშეები პროფესიონალები არიან. ისინი ერთ ღამეში იგებენ ან ნაგებენ ყველაფერს. მილიონებზე ალაპარაკი, ჩვენ გვინდა რომ გადმოვიბიროთ. გასაგებია? სისხლის ღვრა კაზინოში. ისვინა, მის ყოველნაბით შემატყობინებ გაიგე? რამე ეჭვი გაქვთ მასზე?
რამდენი ხანია ჩვენი თანამშრომელი ხარ? ერთი კვირა? შენთან მუშაობა მოგვიწევს. შენი მოვალეობაა დაეჭვება. ჩვენი სამუშაო ესაა. ეჭვის თვალით ვუყუროთ ყველას. კარგად ვიცნობ ასეთ ხალხს. ცდილობენ იდუმალებით მოცულები იყვნენ სინამდვილეში კი არაფერია მათი ფასი. ყველანი მშიშრები არიან, გასაგებია? შიშრები. გასაგებია უფროსო. მისი თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდე, გაიგე? თითოეული ყველაფერი გაარკვია მის შესახებ. რას ჭამს, რას სვამს, როგორი ქალები მოსწონს. მარჯვენა ხელს ხმარობს თუცაცია, როგორ ტანსაცმელს იცვამს, ვინ ფარველობს, ვის ხვდება. რას საქმიანობდა, რომელ ქვეყნებშია ნამყოფი. ანუ გაიგე, ვინ არის ეზელ ბაირაქტარი. ეზელ ბაირაქტარ, კიმ? გასაგებია? სტამბოლი 1997 წელი. მოიცადე, გაჩერდი. მოიცადე. საწავიდა. თავისი ძმის მოსაწებნად. უნდა რომ პირველმა ნახოს. ოცი წლის წინ ომერი ჯარიდან დაბრუნდა. ახალი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობდა. შვილო. მოდი მამა, გაგოცო. აი ხომ ხედავ დედა, მამა ხომ გეუბნებოდი? დედა შენს მოენადრა. თვალები არ მჭირდება ამათ და სანახად. ისედაც ვუგრძნობ ჩემ შვილებს. შორიდანაც ვუგრძნობ. სუნით ვცნობ. დედა საყვარელო. შენ როგორ ხარ მამა? როგორ ვიქნები? შვილი ჯარიდან დამიბრუნდა. ასე ბედნიერი არასდროს ყოფილა. რა იყო? ხომ ხედავ მამას ველაპარაკები? ისინიც მოვიდნენ. ვინ? გეყოფა, ყველა ჩვენზე იჭორავებს. არა, ვერ წარმოიდგენ როგორ მომენატრა ეიშან. აბა, მორჩით. გეყოფათ ხვევნა კოცნა რა გჭირთ? მორჩით. ძმაო ალი, როგორ ხარ? პატარა ბავშვი ვითაიჩემა. ძმაო, ძმაო. ახლა უკვე კაცი ხარ. რას ამბობალი? მე ყოველთვის უფროს ძმას დაგიძახებ. ო, კარგი. შენ რა გჭირს? თვრალი ხარ? შენი ჩამოსვლა აღნიშნე. სულ ზასულ ხარ ხელიდან. ეგრეა, შენ წახვედი და სხვა რაღა დამრჩენოდა. მაგარი ხარ. ვიცი უცებ მომიყვან აზრზე, ამიტომაც ცოტა მოვდუნდი, გეყოფა. მოდით.
ძალიან მომენატრე ეიშან. აქ ვარ შენ გვერდით. რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? ჯერში ოპერაციებს ვაწყობდით, საფარში ვისხედით. ომერ, სერჟანტი გვაიძულებდა გვესროლა. მაგრამ მე მუცს ვკრავდი. იმ დროს წარმოსახვაში შენი ხელი მეჭირა ხელში. ისეთი გრძნობა მქონდა. მუჩს თუ გავშლიდი, გაკრებოდი. სასაცილო არა. ერთხელაც გავხსენი ეს მუჩი. მართლა გახსენი? ო, გავხსენი. ბრძოლა იყო. ხო, მაგრამ აი მე აქ ვარ. დავედით, თორემ დავაგვიანებთ და დედა შენი იტყვის, რომ შენი ღირსი არ ვარ. დედა ჩემი არასდროს იტყვის ასეთ რამეს. ის ადამიანში სულს აფასებს. ხო? მაგრამ საინტერესოა ვინ ვარ მისთვის. თავისი შვილის საყვარელი გოგო. შვილო, რა ხდება? საქორწინო სუფრაზე ხომ არ მოხვედი? ჯენგიზი ძალიან გამობრანჯულია. არა, ეს ჩემი სამუშაო ფორმაა, მუშაობ. მამა ცოტა ხნის წინ ჩვენთან კაზინო გაიხსნა, და ჯენგიზი იქ მუშაობს. იქ მღერი? დედა, ეს ის ადგილია, სადაც სათამაშოდ მიდიან. კაზინოში თამაშობენ. სწორედ ასეა. შენი იცი შენი საქმე, შვილო. უკვე დიდები ხართ, ოღონდ ნუ დაგავიწყდებათ, რომ აზარტული თამაშები ცოდვაა. დიდი ცოდვა. უბრალოდ მუშაობ იქ ზიამუნთას. მე თვითონ ხომ არ ვთამაშობ. ჭუჭყიანი ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანს. პინძურ ფულს უბედურება მოაქვს. ზიამუნთას ნეტავ განახარა ხალხი დადის იქ. თავზე საყრელად აქვთ ფული. დიდრები არიან. ძალიან დიდრები. ძალიან. სიმდიდრე. აი აქ არის. გულზე იდებს ხელს. ამ ჭერქვეშ სხვა სიმდიდრის ადგილი არ არის. ხომ ასეა? ზმაო, ეიშანმა უკვე გითხრა? რა? ეიშანიც იქ მუშაობს. არ გითქვამს მისთვის? ყველაფერი გავაფუჭე, რა იდიოტი ვარ. სად მუშაობ შვილო? როგორ გითხრათ? აზარტული თამაშების სახლში. აზარტული თამაშების სახლი კი არა, სასტუმროში. რეგისტრაციაში. გასაგებია. ეიშანმა სამსახურის შოვნა მთხოვა. ოდა მეც ვუშოვე. მე მგონი მშვენიერი სამსახურია ისეთებია, როგორც სხვა სამსახურები. სწავლას ახერხებ. საღამოობით ვმუშაობ. კარგი ხელფასი მაქვს. თან ეს სამსახური სტაჟად მეთვლება. ტურიზმის ფაკულტეტზე ვსწავლობ, პარალელურად რეგისტრაციაში ვმუშაობ. კაზინოსთან საერთო არაფერი მაქვს. რა საკვირველია, შვილო. კაზინოში მუშაობა არ დაგშვენდებოდა. ჩაის მოვიტან. მიდი, მოიტანე, შვილო. მაპატია, მინდოდა შენთვის მეთქვა, მაგრამ საშუალება არ მომეცა. მე მართალი ხარ, აქამდე უნდა მეთქვა. მაშინვე რატომ არ მითხარი? ახლა გეუბნები. მაშინოდა რომ გაბრაზდებოდი. გეშინოდა, მაგრამ მაინც დაიწყე იქ მუშაობა. აბა რა უნდა მექნა, უქმად მჯდარიყავი. ამით რისი თქმა გინდა? შენ გინდა რომ სახლში ვიჯდე და შვილები გავზარდო? ძალიან გამიხარდებოდა. კარგი. როგორც შენი ტყვი ისე მოვიქცევი.
როდის გიხდით? მაგარი გოგოა. მართლა. სასტუმროს რეგისტრაციის განყოფილების უფროს მოსწონს. ბეგემ? რას ამბობ ჯენგიზ? იმას ვამბობ, რომ ეიშენი ლამაზი გოგოა. მიეჩვევი ასეთ ამბებს. შენ რა გონია, ტყუილად დავდივარ? ნუ დარდობ თვალყურს ვადევნებ. შენ საქმეს მიხედე. ეიშენი თვითონ მოულის თავს. უბრაზობ. კარგი მინდა თქვენთვის. კაზინოში ბევრ ამებს ხედავ, გესმის? მაგალითად იმას, რომ გოგონებს არ უნდა ენდო. თქვენ გიყვართ ერთმანეთი, ყველა მისის თქვენი სიყვარულის შესახებ, მაგრამ ახლა მის წინ ყველა გარიღია, გესმის? ლამაზი გოგოა. როგორც გითხარი, მის წინ ყველა გარიღება. მორჩირა, წავედი ჯენგიზ. მოიცადე, მომისმინე. ნუ დაგავიწყდება, გოგონებს უყვართ ფული და სიურპრიზები. მათ ეს მოსწონთ. ეიშანს ფული არ აინტერესებს. რა თქმა უნდა, გონია არავის არ აინტერესებს ფული. ბოლოდ ფულზე ფიქრობს ყველა. ფული თუ გექნება, შეძლებ ქალებს სიურპრიზები გაუკეთო, გაიგე? კლაუდია შიფერსაც კი დაპატიჟებ თუ მოგინდება. ახლა შენ სამპლუაში ხარ, ჯენგიზ. შევრიგდით? არც გვიჩხუბია. მიჩვეული ვარ შენს ხუმრობებს. ეზელ. კვიპროსი 2009 წელი. რა მოხდა? ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე 12 წლის წინ იყო. იმ დღეს ყველაზე ბედნიერი კაცი გავხდი, მქონდა ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი. მე რა მოხდა? შებნემ, გამილ, მე ჩემი საიდუმლო გაგიმხილეთ. რატო დღეს ჩვენი გზები გაიყრება? ეგ რას ნიშნავს? დღეიდან ყველაფერი შეიცვლება. ეზელ. რაზე ვაპარაკობ? თუ კი ვალები არსებობდა, დღეს ყველა ვალი ამოიწურება. ვერ გავიგე, რა საჭიროა ეს ლაპარაკი. დღეიდან ცხოვრებაში ერთადერთი გზა მაქვს. 12 წელი ველოდებოდი ამ დღეს. მაგრამ არ გაძალებთ, რომ თქვენც გამომყვეთ ამ გზაზე. თუ წამოხვალთ, საკუთარ თავს საფრთხეში ჩაიგდებთ. თუ გამომყვებით, დიდ შეცდომას დაუშვებთ. თუმცა თავად გადაწყვიტეთ. მოიფიქრეთ. ეზელ, მოგშივდა. იქნებ სადმე შევიდეთ, ჭამოთ. რა სიტყვი? ისევ არაფერი გამოვიდა. არ გამოვიდა. ნებისმიერი სამგაული შენს ფონზე ბრწყინვალებას კარგავს. დიდი მადლობა. მოგეწონა? კი. ძალიან მდიდრულია. მოდი ჩავიდეთ, არ დავიგვიანოთ. რა გჭირს? არაფერი, წავიდეთ ჯენგიზ. რა დაგიმართა? ამჯერად რა მოხდა? თავი დამანებე ჯენგიზ. მითხარი რა გინდა? კიდევ რა გინდა ეიშენ? ყველაფერი გაქვს. ყველაფერი მიიღე რაც გინდოდა. არაფერი არ მინდა. თავი დამანებე, თავისუფლად მომასუნთქე. თავი დამანებე ჯენგიზ. იცი შენი პრობლემა რა არის? ყველაფერი გინდა, მაგრამ სანაცვლოდ მათ არაფერს აძლევ, ვინც შენს გვერდითაა. პატარა ბავშვებით ნოიქცევი, რა გინდა ჩემგან? სიყვარული.
მეტი არაფერი. შენ რა დაგავიწყდა? ნამდვილად დაგავიწყდა. დაგავიწყდა. ხო, დაგავიწყდა რა მოხდა ამ დღეს 12 წლის წინ. ვახშამზე შევხვდებით. ყველაფერი მომიყევი შებნემ. სულ ბოლოში ოთახებია. იქ ვითამაშებთ. ვინმე ახმინდა კიდევ ერთი ბულგარელი იქნება. ვიცნობ საიმე დოკაცია. თამაშის წესებს აგიხსნი. ყველაფერი მარტივია. გემრიელად მეერთვით. დიდი მადლობა. ჯენგიზზე რა სიტყვი? ყველაზე კარგად თამაშობს. შენი აზრით ჩემზე კარგადაც? არა, შენზე კარგად არა. შენზე უკეთესი არავინაა ეზელ. იტყუები. ამიტომ ატრიალებ ბეჭედს. არა. ასე გგონია. ეიშანიც მონაწილეობს თამაში. ზოგჯერ. თუ დიდი ფსონი დევს, ან თუ რომელიმე მოთამაშით დაინტერესდა. მითხარი, როგორ გამოვიყურები? ლამაზი ხარ. დიდარი. ელეგანტური. სტამბოლი 1997 წელი. ძმაალი. შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავიდე. მიზეზი? ლიშან შეუპერდი რომ ერთად ვივახშმებდით. ო, ჯენგიზმა მითხრა რაღაც. მას სერიოზულად ფიქრობ? მოიცადე. შენ სასაკში. ეიშანი ლამაზი გოგოა, მაგრამ ახლა რაში გჭირდება სერიოზული ურთიერთობები? გაგიჟდი? რად გინდა ეს? არანორმალური ხარ. ძმაალი. ეს გოგო მიყვარს. რა რომანტიკოსი ხარ. ახლა სიხარულით კოცნა არ დამიწყო. მიდი დამასხი. ის ნამდვილად ღვთის სასჯელია. ერთ მშვენიერ დღეს გავგიჟდები და ამ ქალაქიდან გავაგდებ. მერტი შეგეწიოთ. გმადლობ. როგორ მიდის საქმე? ნორმალურად. მეგობარო, ზეთი ჩამისხი მანქანაში. ო, მიდი ჩაუსხი. რა გაცინებს? სასაცილოდ გამოიყურები? არა, ეგ რა შუაშია. ახალი ხარ? იცი ვის ელაპარაკები? მე ყველა მიცნობს. ძმაო, არასწორად გამიგე. მიდი ჩაასხი ზეთი მანქანაში. მიდი, სულ წავიდნენ ხელიდან. თავი ვინ გონია? დიდი ხანი არა ჩვენთან მუშაობს. ახალი მანქანა ყავს? ყველა უკან დამდევს, ყველას უნდა რომ ნახოს. მოდი შენც ნახე. ო, ხედავ. გაკაწრულა. აბა სად? არ არსებობს. აი აქ. შეხედე. რა შვები? ძმაალი. ზეთი ჩაგისხათ არა? კიდევ ერთხელ დაგინახავ აქ თაისო და შენს თავს დააბრალე. ახლა მოშორდი აქედან. შენს ყველა გიცნობს. მეც ყველა მიცნობს. იცი მე სახელად რას მეძახიან? ალი მარწუხს. მივხვდი რატომ? სერიოზული პრობლემები გექნება, გაიგე? სერიოზული პრობლემები შეგექნება. წესულია შენი საქმე. წადი აქედან, მოусვი მეთქი. სენამ ერთი რაღაცა გაგლიჯე. ხედავ როგორ მუშაობს ეს. ალი მარწუხი. ალი ჩემს გამო პრობლემები გექნება. ესე იგი ალი მარწუხი არა. შენ ისევ აქ ხარ? წადი შენი მზეთ უნახავი წაიყვანე სადმე.
ომერ. წამოდი. ხო, მაგრამ იქ ყველაფერი ძვირი ღირს. წამოდი მეთქი. მოდი აქ. გამარჯობა. გამარჯობა. დიდი მადლობა მეგობარო. არაფერს, მედით. ომერ, ვინმე დაგვინახავს აქ? აქ? ეს სიურპრიზია. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც ვისხდებით იქ. სერიოზულად ამბობ? რატომაც არა? 2 წელიწადში მეც ოსტატი გავხდები. როგორც ალი. ოსტატის ხელფასი აქ არ გიყოფა სულელო. აქ ერთი კერძი რომ შეუკვეთო, მთელი თვის ხელფასი დაგჭირდება. ეიშან. რატომ ხარ ასეთი? რას გულისხმობ? შენ ყველაფერი შეგიძლია. რასაც მოისურვებ, შეხედე იმ გოგონებს. ყველაზე ლამაზი ხარ. რა გინდა ჩემთან? აქ რას აკეთებ? მამგას რატომ მეუბნები ომერ? ეიშან. მართალი მითხარი. გიყვარ ვარ. არა. რა არის სიყვარული? ვიღაცა სიყვარულზე ველაპარაკებით. არა და ქუჩაში დაგდებული ადამიანი რომ დავინახოთ იქ ვევტოვებთ. სასიკვდილოდ ვიმეტებთ. მე არ მინდა რომ მიყვარდ. შენ არ იცი, მაგრამ შენ მე გადამარჩენი. ვიხრჯობოდი, სული მეხუთებოდა. შენთან მე უკეთესი ხვდები. შენ ჩემი გული ხარ. შენ რომ არ ყოფილიყავი, ეიშანი არ იარსებებდა. ესე იგი არ გიყვარ ვარ? არა. მაშინ არც მე მიყვარ ხარ. კვიპროსი 2009 წელი.
Affedersin. მაპატია. Affettin mi? მაპატია. რა თქმა უნდა გაპატიე. შენ ჯენგის ზატაი ხარ. განა შეიძლება რამე არ გაპატიოს ადამიანმა. Öyle. ო, Değil mi? მომისმინა. Şeytan tüyü mü? ჩემში არის რაღაც დემონური. Değil mi? ხო, მართალია. ხო, მართალია. Sen aslında... მითხარი, მხოლოდ მე გიყვარ ვარ. Değil mi? ასეა? Benimle canım. ჩემთან ერთად ჯოჯოხეთში წამოხვალ? Değil mi? მითხარი. მე უკვე გავაკეთე. იქნებ სხვა რამე მოიფიქრო. Bu akşam öyle. დღეს მოხვალ კაზინოში. ადრე მინდა დავწვე. ხო, Senin için. დღეს შენთვის ვთამაშობ. Seni seviyorum. მიყვარ ხარ? მეც მიყვარ ხარ. რა გემრიელია. რა არის? ფუაგრა. ძალიან გემრიელი. რისგან ამზადებ? ეს იხვის ღვიძლია. იხვის სპეციალური საკვებით ასუქებენ. Hayvanları zorda şişman. მერე კი იმ საწოდავებს ხოცავენ და უზარმაზარ ღვიძლებს აწლიან. Çok kötüsün Ezel. კამის მანდა დამეკარვა. ყველაფერს თავისი საფასური აქვს. შენთან ერთად არასდროს ვივახშმე. ყველაზე ლამაზი კაბა ჩავიცვი. დასვენება გადავწყვიტე. რა მოხდა? ეზელ. ეზელ, ყველაფერი კარგადაა? გამომართვი შვილო. სტამბული 1997 წელი. მამა შენ მამაჩუკა ესბეჭედი და მითხრა მერე ჩვენ შვილს გადასცემო. მას დედამისისგან ჰქონდა ესბეჭედი. აი შევასრულე მიცემული სიტყვა. შენს სულს უამბე ამ ტრადიციის შესახებ. მოუყევი. დედა, საყვარელო. დადი, გატყობ ვეღარ ითმენ. Abi, სად მიდიხარ, ძმაო? nereye gidiyorsun? სად მიდიხარ? საღამოს დავბრუნდები. არ წახვიდე. ცუდი სიზმარი ვნახე. არ წახვიდე რა. საღამოს დავბრუნდები. მოიცა. Abim döndü bize bak. გამოგხვედა და წავიდა. Şimdi gidiyor. უკან დასახევი გზა არ არსებობს. ჯენგიზი მართალს ამბობს. ჩვენთან ერთად ხარ ალი? არ გვეტყვი? Vay be Cengiz. ჯენგიზ რა გაიძვერა ხარ. Kimsin lan sen?
უსტატო. მარტო მე არ ვარ გარეული ამ საქმეში. შემოდი ძმაო, შენ ხარ ჩემი მხსნელი. ხდება. მე წავა. კარგად იყავით. ნახვამდის. ნახვამდის. როგორ მომაბეზრეთ ყველამ თავი. Bende kafa yok ki. twენი არ მაქვს. სისულელე გავაკეთეთ. იმ არამზადას თავდებად დაუდეკით, ახლა ჩვენ უნდა ვაგოთ პასუხი. გასაკანს არ გვაძლევს. შენ რა გჭირს, რა გიხარია? Ne oluyor lan ne var? თქვი რა ხდება? მშობლებს დაველაპარაკე. ეიშანთან მივდივარ. ხელის სათხოვნელად. Vay aslan kardeşim. შემოვლომო, მოდი ჩემთან. ესე იგი დაელაპარაკე? Tebrik ederim. გილოცავ. მადლობ. Aptallaştı bizim. მოდი ჩაიხუტე უმერს, ვერ გაიგე რა თქვა? Canım kardeşim. ძმაო, გილოცავ. Sana bir şey göstereceğim. მინდა რაღაც გაჩვენო. ეიშან, Seninle bir ömür geçirmek მინდა დარჩენილი ცხოვრება. Benle evlenmek შენთან ერთად გავატარო. მერთო მიშველე. კი. კვიპროსი 2009 წელი. Oyun başlıyor efendim. დავიწყოთ თამაში, მობრძანდით. ჯენგიზ, ქალბატონო ეიშან, Hazır mısın? მზად ხარ?
ყველაფერი კარგადაა, ეზელ? ეზელ, ტკივილ გამახუჩებელი მომიტანე შებნემ. რა თქმა უნდა, ახლავე ვეტყვი რომ მოგიტანე. შებნემ თუ შეიძლება შენ თვითონ მომიტანე. კარგი. ახლავე წავალ და მოგიტან. მათ ყველაფერი წამართვეს. ოჯახი, მეგობრები. ცხოვრება წამართვეს. ჯერ კიდევ ასეთი რაღაც როგორ უნდა მომხდარიყო. რომერთო რატომ დამსაჯე ასე? სამართლიანობის აღდგენა მინდა. ახლა შეცდომების დრო აღარ არის. არ შემეძლია ამის დავიწყება. არ შემეძლია. სტამბოლი 1997 წელი. ძმაო, ეგრე ქურთუკი გაწვია. სადღაც უკვე მინახავს. სახელოსნოში არ უნდა დაგეტოვებინა. თანაც მაინც პატარა გაქვს. არ არსებობს. ეგ ქურთუკი მე ვუყიდე. როგორ შანს როცა ყიდულობდი, ჩემზე ფიქრობდი აიშან. შეხედე. ჩემზე ზედ გამოჭრილია. ისევ დაიწყო სისულელეები. არა უშავს. გარგოგოს მოუძებნით. ეგ ძნელი იქნება. შეიძლება 10 წლის შემდეგ. 10 წელი დიდი დროა. 10 წლის შემდეგ ამ დღეს ნედავრას გავაკეთებთ. შერეს ფიქრობ ეიშან. მე სახლში ვიქნები. ჩვენ სახლში. აივანზე ვიდგები. ჩემი ქმრის მოლოდინში. გაიღება კარი და შემოვა. მაგრამ ეს არ იქნება ომერი. ეს იქნება ჩემი ბიჭუნა. ახლა ჩემი ჯერია. ღია ზღვაში ვარ იახტაზე. 22 მეტრის სიგრძის იახტაზე. ლამაზი იახტა. ესეთი არის დაგესიზვრებად. ოვრა იახტა. მეც ამიყვანე თან. ამიყვანე შენს იახტაზე. ომერი ვერ ივიწყებდა ამ დღეს. ისინი ოცნებობდნენ სიმდიდრეზე, შვილებზე, გეგმებს აწყობდნენ. მაგრამ ომერის ოცნებებს ახდენა არ ეწევა. ეს ომერის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო. კარგი, მე მივხვდი. არავის არ ვჭირდები. არავის. და თუ ასეა, ბანდიტი გავხდები. განგსტერი გავხდები. შენგან რა განგსტერი უნდა გამოვიდეს. მეორე დღესვე მოირბენ, ხვეწნას დამიწყებ მიშველეძმაო მიშველეო. შენი აზრით მე არაფერი არ შემიძლია? ცდები. ჯენგის. ისევ გაილეშა. და ჯეკიცმო. წაიქცევი. ხელი გამიშვი, მე ყველა პატივს მცემს. ყველას ეშინია ჩემი. მე განგსტერი ვარ. რომარ გაგიჟდე.
Bu nereden çıktı lan? საიდან გაქვს ეს იარაღი? თქვენ მე არ მიცნობთ. მე ბევრი რამ შემიძლია. მომეცი იარაღი. არა. რა იყო? ალი მარწუხო, რას გაჩუმებულ ხარ? მომეცი შენი იახტა გავისეირნო. მომეცი მეთქი იახტა. Ver abi şu silahı. მომეცი იარაღი. არ მოგცემ. შენც ჩემთან ერთად წამოხვალ. მარტო რა უნდა გავაკეთო? მან იქნებ ჯობია მოვკვდე. ჯენგიზ, მან იქნებ ეს მოვკლა. ყველაფერი ამ გოგოს ბრალია. ეს ჩადგა ჩვენ შორის. შენ ჩემი ძმა ხარ. Hala kardeşim. ო, მე შენი ძმა ვარ. არა. თვის თავს გაწირავ. Oğlum senin için de... შენთვისაც გავწირავ თავს. გაწირავ? რატომ? ვის რაში ვჭირდები? Seviyorum. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, ჯენგიზ. ძვირფასი ვარ თუ ის მოგწონს უსიამოვნებებიდან თავის დაღწევაში რომ მეხმარები? Abi saçmalama. ნუ სულელობ, ჯენგიზ. შენ მე არ გიყვარ ვარ. არ ძვირფასი არ ვარ შენთვის. ესე იმიტომ ამბობ რომ გინდა ამას მოაწონო თავი. ასე არ არის ალი? მიპასუხე. Bak şimdi alıyorum. ახლა მაგ პისტოლეტს გამოგართმევ, ჯენგიზ. შენი საქმე შენიცი, ომერ. შენ თვითონ გადაწყვიტე ასე. Işık yok. შუქი არ ანთია. Teyzen yatmış. დეიდა შენმა ალბათ უკვე დაიძინო. არა, სახლში არ არის, დღეს თავის მეგობართან რჩება. Yarın belki size... ალბათ ხვალ მოვალ თქვენთან ხელისათხოვნელად. ყველამდე როგორ უნდა მოვითმინო? მოვკვდები. Düşünsene. მალე დავქორწინდებით და ერთ სახლში ვიცხოვრებთ. მიყვარ ხარ. Hani sevmeyecek? რომ მითხარი არ მიყვარ ხარო? დღეს შემიყვარდი. შენ ჩემი გმირი ხარ. Ben de seni çok ძალიან მიყვარ ხარ ეიშენ. içim acıyor. გული მდგივა ისე მიყვარ ხარ. Seni o kadar çok seviyorum. ძალიან. ომერ, არ წახვიდე. Eyşan. ეიშენ, Eyşan. დარწმუნებული ხარ? არ მინდა ხვალინდელ დღეზე ვიფიქრო. იქნებ ვეღარასოდეს ვნახოთ ერთმანეთი. მინდა ეს ღამე შენთან გავატარო.
Seni seviyorum. მიყვარხარ ეიშან. Ben de seni çok seviyorum. მეც მეყვარხარ. Seni hiç unutmayacağım. არასოდეს დაგივიწყებ ომერ. Eyşan, ეიშან, პოლიცია, ჩქარა ძირს დაწექი. ეიშან, დაწექი. დაწექი მეთქი. ეიშან, კვიპროსი 2009 წელი. რამდენ ხანს მეძინა? Yarım saat oldu. დაახლოებით 9 საათი. თამაში უკვე დაიწყო. Demin aradılar. ცოტა ხნის წინ დარეკეს თქვენს დაგელოდებითო. Ne yapıyoruz? რა ვქნათ? კვევით ჩავიდეთ. misafirimiz biraz gecikecek. ჩვენი სტუმრები აგვიანებენ, ბოდის გიხდით მათი სახელით. მოდით რამოდენიმე წუთი კიდევ დაველოდოთ და დავიწყოთ. სტამბოლი 1997 წელი. დილამში თუ ვისაუბრესო? რა ხდება? არ ზინავს? არა, გაგიღებთ კარს თუ გინდათ. რა ხდება? ეიშანი. ეიშანი როგორ არის? ხომ კარგად არის? ძმაო, რამე მითხარი, თორემ გავგიჟდები? კი, კარგად არის. კარგად, დაჯექი. დაწყნარდი. გინდა? არა. რა ხდება, რატომ მომიყვანეს აქ? გოგოსთან ერთად ვიყავი. რაღაც შეცდომა მოხდა. ნამდვილად ასეა. ამაზე ნუ იფიქრებ. გაზეთი აიღე, წაიკითხე. რა გაზეთი? უკვე რამდენი საათია აქ ვარ. არავინ არაფერს არ მეუბნება. გაზეთის კითხვა ღამაკლია, მეტი არაფერი. წაიკითხე მეთქი, ნაბიჯვარო. მამაღლა წაიკითხე. სისხლის ღრა კაზინოში. გუშინ გამთენიისას კაზინო სიზგინში ძარცვა მოხდა. ერთ-ერთი მცველი. გააგრძელე კითხვა.
ერთ-ერთი მცველი მოკლეს. soygundan 2 saat sonra რამდენიმე საათში მკვლელს თავის სამალავში მიაგნეს. ის იქ იმყოფებოდა თავის კიდევ არ აპირებს სიმართლეს თქმას ნაბიჯვარო. თქვი მეთქი. თქვი. რა ხდება? მოკეთე. ხმა არ მოიღო. გაჩუმდი. მაშასე. ორი შეკითხვა მაქვს. ანამ შეკითხვებზე მიპასუხებ. ან და ხმის ამოღება არ გაბედო. არ გაბედო. არ გაბედო, გაიგე? ჯობია ჩუმად იყო. მაშასე. კითხვა პირველი. ვისთან ერთად იყავი ამ საქმეზე? რა თქვი? კითხვა მეორე. სად არის ფული? მე არაფერი ჩამიდენია. ფერებას არ დაგიწყებ. არ შენი ცემა მინდა. კიდევ მოხდება შემოწმება, მაგრამ შენს ინტერესებშია ის, რომ სიმართლე მითხრა. მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. გაიძულებ სიმართლის თქმას, დამიჯერე. მიპასუხე. მიპასუხე მეთქი, მაინც გათქმევინებ. ადექი. ვისთან ერთად გააკეთა ეს საქმე?
წამოდი. სად? დღეს სასამართლოა. ეიშანი. ძმა მოიყვანეს. როგორ არის? ხომ კარგად არის. დღეს საქმის პირველი მოსმენაა. სასამართლოს ხდომას გახსნილად ვაცხადებ. ომერ უჩარი და ემილ გულკარაჩარი დარბაზში არიან. ეჭმიტანილო ომერ უჩარ ფეხზე ადეკით. ომერ უჩარი მუმთას უჩარის ძე შენ ხარ? დიახ. 1997 წლის 18 ივლისს დილით კაზინო სეზგენში მოხდა ძარცვა და მცველის წინასწარი განზრახვით ჩადენილი მკვლელობა. მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ. აღიარებთ თქვენს ბრალს ჩადენილ დანაშაულში. მე არაფერი ჩამიდენია. უდანაშაულო ვარ. წარმოდგენილია პირველი მტკიცებულება. ფოტოსურათი. აჩვენეთ. მცველი ახმედ კარაჩანი ამ პისტოლეტით მოკლეს. ეს შენი პისტოლეტია? მე იარაღი არ მაქვს. ჯარში ავტომატით ვისროდი. სხვა იარაღი ხელში არასდროს მჭერია. მაშინ რატომ არის მასზე შენი თითების ანაბეჭდები? არა, ეს მე არ გამიკეთებია. შეხედე ქალს, რომელიც დააკვრივე. შენ მის ქმარს თავში ესროლე. შეხედე. არა. ეს მე არ გამიკეთებია. ახლა ნახე მეორე მტკიცებულება. ეს ხომ შენი კურთუკია? ეს კურთუკი. სად ნახეთ? მისი კურთუკია. ხო. კაზინოს გვერდით ნაგვის კონტეინერში, სწორედ იქ, სადაც მკვლელობა მოხდა. ეს მე არ ჩამიდენია. ჩვენ წარმოგიდგინეთ მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, კვლავ იტყუები. ჩემი ძმა არ იტყუება. დედა, ძმაო! ბატონო მოსამართლე, გთხოვთ გამოიძახოთ გოგო, რომელთან ერთადაც იყო იმ ღამეს. ის დაადასტურებს ამას. კარგი? მოწმე ეიშან თეზჯანი. ეიშან. ეიშან თეზჯანი. დაიფიცეთ, რომ იტყვით სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერ სიმართლეს გარდა. ვიცავ. რა ურთიერთობა გაქვთ ეჭმიტანილთან? ომერი ჩემი შეყვარებულია. დანაშაულის დღეს ნახეთ ის? კი. ნახე. სად იყო? რას აკეთებდა? მან ცოლობა მთხოვა. თქვენ რა უპასუხეთ? უარი უთხარი. გთხოვთ დაუბრუნდეთ თქვენს ადგილს. განაგრძეთ. იმ ღამეს ომერი მოვიდა ჩემთან და ბეჭედი მაჩუქა. ეს ბეჭედი თავისმა დედამ მისცა. რატომ უთხარით მას უარი? ომერი ჯარიდან სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა. უცნაური გახდა. უცნაურად იქცეოდა, სულ ჩხუბობდა. ამიტომ მისი შემეშინდა. Korkuyordum ondan artık. ეიშან. შვიდად. Ben Sezgin Otel. მე სასტუმრო სიზგინში ვმუშაობ.
ის გამუდმებით მისვამდა კითხვებს კაზინოს თაობაზე, რომელ საათზე იღება, ვინ არის უფროსიო. ეიშან გეყოფა. ეიშან. დაჯეკით ორემ დარბაზიდან გაგიყვანენ. განაგრძე, ნუ გეშინია შვილო, ვერაფერს დაგიშავებს. იმღამეს. იმღამეს ის ჩემთან მოვიდა. რაცა უარი ვუთხარი. გაგიჟდა მითხრა. აი ნახავ, მე ძალიან მდიდარი გავხდები. ნახავ როგორ ინანებო. მერე მითხრა ამას ახლავე გავაკეთებო. ეიშან, ეიშან. მაპატია ომერ. მაპატია. კარგი შვილო, შეგიძლია წახვიდე. აბი? ძმაო, ეს რა ქურთუკი გაცვია? სადღაც მინახავს. ეიშან. ეჭმიტანილო დაჯეკი ადგილზე. ომერ უჩარ, დაბრუნდით ადგილზე. გიმეორებთ, დაბრუნდით ადგილზე. მითხარი ვინ ხარ? მე შენ არ გიცნობ. მითხარი ვინ ხარ? ადეკით სასამართლო მოდის. İstanbul'is სასამართლომ ეჭმიტანილი ომერ უჩარი დამნაშავედ ცნო. Ağır Ceza Mahkemesi'nin baktığı dava sonuçlandırılmıştır. Abi? ძმაო, Türk Ceza ძმაო, Kanunu'nun თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82 და 93 მუხლების თანახმად შეერაღებული ძარცვისა და მკვლელობისთვის ომერ უჩარს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. suçlarından ağırlaştırılmış müebbet cezasına mahkum edildi. მამა. დედა. შვილო საყვარელო. შვილო. ჩემო ბიჭო. შვილო. შვილო. ძმაო, არ წახვიდე. არ წახვიდე. ძმაო, არ წახვიდე. არ წახვიდე. არ წახვიდე, ძმაო. არ წახვიდე. მე ერთო.
იმ დღეს ომერი ციხეში მოხვდა. ომერის მკვლელებმა კი თავიანთ ოცნებებს ხორცი შეასხეს. თუმცა მათ ერთი რამ დაავიწყდათ. შურის ძიება სიკვდილზე ძლიერია. კვიპროსი 2009 წელი. მე ეზელი მქვია. სადაც მთავრდება ომერის ისტორია, იქ იწყება ჩემი ამბავი. კმარა. მის გარეშე დავიწყოთ. მისთვის რაც უნდა მომეგოთ, თქვენ მოგიგებთ. საყვარელო მაგვოცე და წარმატება მისურვე. უჩემოდ დაიწყეთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მე ჯენგიზ ზადაი ვარ, ამ სასტუმროს მეპატრონე. ეს ალი გერგიზია, კაზინოს დაცვის სამსახურის უფროსი. როგორ ბრძანდებით? თამაშს როცა მოვრჩებით, მერე გეტყვით. ალი შეგიძლიათ ენდოთ. ბატონო, ეს ჩემი მეუღლეა, ეიშანი. მე ამას ვენდობი. ეზელ ბაირაქტარი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ეს ჩემი თანაშემწე შებნემია. მოგესალმებით. გთხოვთ? მოგესალმებით, ბატონებო. მაპატიეთ. ადრესადმე შევხვედრივართ. პირველი სერიის დასასრული. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.